სოფლიოს პოლიტიკა. კავკასიური პოლიტიკა. ექსპერტები. დისკუსია. გეოპოლიტიკა. მოვლენები. საქართველოს პოლიტიკა. პროგნოზი. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის ეთერში. დიდი რეალური პოლიტიკა მალხაზ გულაშვილთან ერთად. საღამომშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, ეს არის გადაცემა დიდი რეალური პოლიტიკა, მე მალხაზ გულაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს. სტუდიაში ნინა კიკნაძე, რომელიც არის Georgian Times-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა ჯორჯიის შტატში ამჟამად. და ჩართვაზე გვყავს ექსკლუზიური ინტერვიუ გვექნება რესპუბლიკურ სენატორთან შონ სტილთან, რომელიც არის ასევე ჯორჯიის შტატის სენატორი. ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით მასთან ჩართვას სულ მოუთქმელად და შემდეგ შემოგთავაზებთ მასთან საუბარს გულახდილს პირდაპირს და რა თქმა უნდა კეთილად მოსაუბრე სენატორთან. და არა იმ სენატორებთან, რომლებიც საქართველოში კარგად იცნობენ ჯო ვილსონის მაგვარ სენატორებთან. გარდაუვალია არის თუ არა ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა, აღდგება თუ არა ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ 20 წლის წინ დადებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკანასკნელ თვეს გაუქმდა და რას ფიქრობს ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ომებზე ირანსა და უკრაინაში, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი მიმართულება არის ძირითადად საერთაშორისო პოლიტიკაზე, ამერიკის შიდა პოლიტიკაზე და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე აგებული და ველოდებით სტუმარს. და სანამ სტუმარი შემოვა ეთერში, მანამდე ნინასთან მინდა გადავიდე კითხვით. ნინა, უკვე დიდი ხანია შენ საქართველოში აღარ იმყოფები და იმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უკვე შენი ამ ენერგიით, დაუშრეტელი ენერგიით, რომელსაც Georgian Times ახმარდი წლების განმავლობაში მოახერხე და გახდი ამერიკული ერთ-ერთი წამყვანი პარტიის, კი არა, მმართველი პარტიის ჯორჯიის შტატის თავმჯდომარის მოადგილე. როგორ მოხერხდა ეს ამბავი და რამდენი ხანი დაგჭირდა ამ დიდი სიმაღლის ასაღებად? მე საერთოდ არ მგონია, რომ რომელიმე რესპუბლიკურ ან დემოკრატიულ პარტიაში ქართველი სადმე რამე პოსტს იკავებდეს ან პოზიციას იკავებდეს, რაც მისასალმებელია და მე გილოცავ სულით და გულით და გპირდები, რომ Georgian Times-ი ყველანაირად ხელს შეუწყობს შენ უფრო და უფრო წინსვლას, რაც ჩვენს ხელთ არის, რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა. მივესალმები მაყურებლებს, უღრმესი მადლობა ბატონ მალხაზ. მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო მარტივი, რასაკვირველია. მარტივი როგორ იქნებოდა? დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. დაახლოებით ჩემ პოლიტიკურ რეზუმეზე მუშაობა დავიწყე 2023-ში. როდესაც მთხოვეს დივნის თანამდებობაზე კეჭი რომ ეყარა, მაგრამ ისე მოხდა, რომ გაცილებით უფრო მაღალ თანამდებობაზე ამირჩიეს, რაც მისასალმები მე თვითონ მიხარია. მინდა დავაკონკრეტო, რომ ეს არის ჩვენ გვაქვს საუბარი რესპუბლიკური პარტიის გვინეთის ოლქის მე ვარ, ჩემი თანამდებობა არის second vice chair, ანუ მე ვარ მეორე მოადგილე. ჩაგვერთება უკვე სტუმარი გვაცნობებენ, რომ ხაზია, მანამდე მე ინტერაქტივს დავაანონსებ, გახდება თუ არა ამერიკა-საქართველოს რეალური სტრატეგიული პარტნიორი, დიახ, მეჭირს პასუხისგაცემა, არა, გთხოვთ წარმოადგინოთ ეს ინტერაქტივი და ჩვენ მივესალმოთ ბატონ სენატორს, ბატონ შონ სტილს, რესპუბლიკური პარტიიდან. მოგესალმებით ბატონო სენატორო. Greetings, Mr. Senator. Greetings, how are you? Good morning. Როგორც ანებით.
ძალიან კარგად, იმედია თქვენს კარგად ბრძანდებით Very და well, thank you. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი ჩართვა ჩვენს გადაცემაში რეალურ პოლიტიკაში, დიდ რეალურ პოლიტიკაში. It's a great honor to having you here in our broadcast, Great Real Politics. Well, thank you for having me. It's an honor to be here, and I love the relationship between the state of Georgia and the nation of Georgia. მიხარია, ჩემთვის დიდი პატივია რომ თქვენს გადაცემაში ვარ და დიდ პატივს ემდა მიხარია ასევე ის ურთიერთობა რაც ჯორჯიის შტატს და ჯორჯიის ქვეყანას შორისაა, საქართველოსა და ჯორჯიის შტატს შორის. რა ხსმენიათ საქართველოს შესახებ და რამდენად მეტი ინფორმაცია გაქვთ საქართველოს შესახებ? გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა დამეგობრებულია ჯორჯიის შტატით, ატლანტა და თბილისი. So the first question will be about what do you know about Georgia and when did you first become aware of our country? I'm 53 years old and I have known about the country of Georgia most of my life. I have family with a lot of European ties, and while I don't have any direct ties to Georgia, I have family from across the region and am very aware. And I love that a country with a population of only a little more than 3 million people has such a giant global impact. უკვე 53 წლისა ვარ, თუმცა თითქმის ბავშვობიდანვე ვიცი საქართველოს შესახებ. მართალია არ მქონია პირდაპირ ურთიერთობები, თუმცა მყავს რამდენიმე მეგობარი რეგიონიდან, თვითონ კავკასიიდან, ასევე აქაც არიან ჩვენთან ბევრი ევროპელი, აღმოსავლეთ ევროპიდან, შესაბამისად ბევრი რამ მსმენია საქართველოს და პირველ რიგში რაც მაოცებს ეს არის როგორ ახერხებს 3 რაღაც მილიონიანი ქვეყანა ასეთ მსოფლიო გავლენის მოხდენას. ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. იმედი მაქვს რომ თქვენ გექნებათ საშუალება რომ ჩამობძანდეთ საქართველოში და უფრო ახლოს გაიცნოთ ქართველი ერი და ქართველი ხალხის კულტურა და გაიცნოთ რა თქმა უნდა ქართულ სტუმართმოყვარეობას. Thank you very much for this assessment. We'll be very happy if you travel to Georgia and you will have the opportunity to know what is the Georgian hospitality, its culture and its art and its nature. We'd love to. ძალიან გამიხარდება. გასულ წელს თქვენ გქონდათ შესაძლებლობა სიტყვით გამოსულიყავით ქართული კულტურის ფესტივალზე საქართველოს სული, რომელიც ჩვენმა ყოფილმა თანამშრომლებმა და ამჟამად თქვენმა თანამშრომელმა და მეგობარმა ნინა კიკნაძემ მოაწყო. ფიქრობ თუ არა რომ მსგავსი კულტურული გამოცდილება აყალიბებს პოლიტიკოსების მიდგომას იმიგრაციასა და გეოპოლიტიკის მიმართ. Actually, last year you had an opportunity to deliver a speech at the Georgian Cultural Festival, Spirit of Georgia, which was organized by Nina Kiknadze, our former associate. Do you believe that such a cultural experience shape politicians' approaches toward, for example, immigration and generally geopolitics? I wish we did more of it. Nina does a wonderful job representing the nation of Georgia to the people in the United States, and I would love to be able to continue to support her, support you in more endeavors like that. I think the more people are aware, particularly as people in the U.S. become more aware of the critical importance, strategic, geopolitical importance of the nation of Georgia as it relates to U.S. ties in the region. We need more of that beyond cultural, but really focusing on the business opportunities that are there. მინდა ვთქვა რომ ყველაფერი კარგი იყო, თუმცა ეს არ არის საკმარისი. უნდა გაკეთდეს მეტი შეხვედრები, ვინაიდან
ასეთი ფესტივალები, ასეთი კულტურული შეხვედრები აყალიბებს ცნობიერებას ამერიკელებში თუ რა არის საქართველო, როგორი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს და ფიქრობ, რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა გაცდეს კულტურულ ჩარჩოებს და უნდა გაკეთდეს აქცენტი ასევე ბიზნეს მიმართულებაზე, თუ რა ურთიერთობები შეიძლება დაალაგდეს ამერიკას და საქართველოს შორის ბიზნესის კუთხითაც. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს საქართველოში შეერთებულ შტატებთან არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაუქმდა და ურთიერთობები სრულ ჩიხში შევიდა. ფლობ თუ არა რაიმე ინფორმაცია ამის შესახებ თუ რა მოხდა სინამდვილეში და რატომ მოხდა ეს ყველაფერი? So, unfortunately, during the Biden administration, the strategic partnership between US and Georgia were suspended. And our question is, do you have any information what exactly happened? So my role in government is that of a Georgia state senator, but not a U.S. senator. So I'm not briefed on decisions made in Washington. We learn about them after the fact. But what I do know is that President Trump has made it a top priority in trying to rebuild those ties, and in order to really promote what he developed is called the TRIPP, the Trump Road for International Peace and Prosperity, that is specifically targeted for the region. And so I know that President Trump is looking to undo some of the damage caused by former President Biden. Შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, როგორც ჯორჯიის შტატის სენატორი და არის სენატორი ვაშინგტონში, ამ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე უკვე პოსტფაქტუმ ვიგებ. თუმცა, ახლა რაც შემიძლია დარწმუნებით თქვა, ეს არის ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს ის დანაკლისი, რაც განიცადა ამ ურთიერთობებმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აღდგეს. ამის ნათელი მაგალითია ასევე ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა, რომელიც ცდილობს სრულად რეგიონში დაალაგოს სიტუაცია. პრეზიდენტ ტრამპმა ამერიკის დამოუკიდებლობის მოლოცვის საპასუხოდ ჩვენს პრემიერ-მინისტრს შესანიშნავი მადლობის წერილი გამოუგზავნა. ფიქრობ თუ არა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეგვიძლია ვიყოთ იმედიანად და ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაალაგდება. In response to the President Trump's Independence Day congratulations, our Prime Minister received a remarkable letter of appreciation. Do you believe that during President Trump's administration or time in office, there is a reason for being optimistic about relations between our countries will improve? Absolutely. I believe that in his 2 years in this current administration, not only have we seen demonstrated activities and initiatives to rebuild ties between our countries, but in particular, I believe that he looks at the entire region of Georgia and the surrounding nations as our biggest opportunity to counter Russian, Chinese, and Iranian influence across Eurasia. So President Trump has indicated very clearly that he wants to rebuild those ties and make certain that the people of the nation of Georgia know that they have a friend in the United States. რა თქმა უნდა, ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მეორე ვადით ბევრი ინიციატივა იქნა გაკეთებული და კარგი ის არის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ უყურებს მხოლოდ საქართველოს როგორც კეთილ პარტნიორს, არამედ სრულიად რეგიონს და ზრუნავს იმაზე, რომ რეგიონში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე,
ვინაიდან მათთვისაც ამას გააჩნია დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გეოპოლიტიკური, რათა მოხდეს რეგიონში რუსეთის ინტერესებისა და გავლენების, ასევე ჩინეთისა და ირანის შემცირება. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია საკმარის აკეთებენ იმისათვის, რომ ქართულმა ერმა დაინახოს მასში კარგი პარტნიორი. ქართული მხარე მზად არის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის არსადგენად. რეალურად თქვენი აზრით რა ადგილი უკავია სამხრეთ კავკასიას აშშ-ის ინტერესების სფეროში, ბატონო სენატორო? So, Mr. Senator, Georgian side is ready to restore relations with the United States. And in practical terms, can you comment on what place does the South Caucasus occupy within U.S. strategic interests? I mean, again, I believe that the U.S. under the current administration recognizes and acknowledges the critical economic and strategic corridor that you provide. I believe that everything that we have seen from this administration is that they want stability, connectivity, and ultimately prosperity for the entire region, and ensuring that we're countering the influence from the Russian and Chinese interests that are against that. ისევ და ისევ იმას ვიტყვი, რომ მოცემული ადმინისტრაცია სრულიად იაზრებს თუ რა ეკონომიკური და სტრატეგიული წონა აქვს იმ კორიდორს, რომელსაც აწვდის საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია. შესაბამისად, ისინი ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მოხდეს სხვა დიდი მოთამაშეების გავლენების შემცირება რეგიონში. ბატონო სენატორო, როგორ აფასებთ პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკას ზოგადად? Mr. Senator, how do you assess President Trump's foreign policy in general? Wow, that's a great question. You know, as a state senator and not a U.S. senator, I have never had the opportunity to meet the president in person. I've never shaken his hand. I've never even taken a photograph with him. What I know about him is what I watch and I read, and I believe that he has done more to promote peace and stability across the globe than any president we have seen in the last certainly at least 25 years. And I truly appreciate the efforts that his team has done, and especially our Secretary of State, Marco Rubio, in what he has done to try to promote goodwill across the world. იქიდან გამომდინარე, რომ მე გახლავართ შტატის სენატორი, არ მქონია შესაძლებლობა ტრამპს შევხვედროდი ან ხელი ჩამომერთვა მასთან, ან თუნდაც ფოტო გადამეღო. თუმცა მიუხედავად ამისა, მე ვაფასებ ყველაფერს იმას, რასაც ის აკეთებს გლობალური კეთილდღეობისთვის, სიმშვიდისთვის, სტაბილურობისთვის და ვფიქრობ, მინიმუმ 25 წელია ასეთი პრეზიდენტი არ ყოლია აშშ-ს. ასევე ვაფასებ მარკო რუბიოს ძალისხმევებსაც, რომელიც ასევე ცდილობს იგივე მიზნებისთვის დაიხარჯოს. მიმდინარე საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როგორია თქვენი ხედვა ირანისა და უკრაინის ომების დასრულებასთან დაკავშირებით, სამომავლოდ როგორ უნდა დააბალანსოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკამ ეს კრიტიკული უსაფრთხოების გამოწვევები? Mr. Senator, what is your perspective on the resolution of the wars involving Iran and Ukraine, and looking ahead, how should U.S. foreign policy balance these critical security challenges? I believe that peace is the goal ultimately with all of this, but if we don't find a solution soon in Iran, I believe that it will continue to destabilize the area. So the administration, I believe, is highly motivated to wrap that up quickly. Regarding Ukraine, they were wrongly invaded by the Russians, and I hope the U.S. continues to support Ukraine
with supplies and ancillary support items that they can do to try to put an end to that conflict as well. It's the U.S.'s role not to be the world's peacekeeper, but if we can help provide stability in a region, then we need to do so whenever possible. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ამ ყველაფრისა არის მშვიდობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობისთვის. ადმინისტრაცია ცდილობს, რაც შეიძლება მალე მოახერხოს, ასე ვთქვათ, გადაწყვიტოს საკითხი ირანთან მიმართებაში, ვინაიდან ეს მთლიანი რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს. ხოლო რაც შეეხება უკრაინის საკითხს, რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ყველა წესის დარღვევით და ვფიქრობ, აშშ-მ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის მხარდასაჭერად. ამერიკა ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოზე სახელმწიფოდ ითვლება და როგორ ახერხებს ამერიკა ლიდერობის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სხვა ქვეყნები ძალიან აძლიერებენ თავიანთ ზეწოლას ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ცდილობენ, რომ მრავალპოლარული იყოს მსოფლიო. So the United States has been regarded as a great power which shaped the global affairs for decades. How do you think, how does it manage to maintain its leadership under pressure of multipolarity in other states? I believe that, the United States is in that unique position where we are a land of opportunity and prosperity, and people want to share that with the world. I believe that Americans have a spirit where we have been provided opportunities that a lot of people around the world have not been given. And so if we can share that with others, if we can help others find their own path to do that, particularly through democracy and learning our model of 250 years that has worked so wonderfully, if we can continue to promote that around the world, we're going to do that. ალბათ ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება ამერიკამ გაუზიაროს მსოფლიოს, ეს არის ის უდიდესი კეთილდღეობა, რომელმაც მან დააგროვა. და თუ ჩვენ რამით შევძლებთ, რომ მსოფლიოს დავეხმაროთ, გაუზიაროთ ეს კეთილდღეობა და რაც თავარია, გაუზიაროთ 250 წლიანი დემოკრატიის მოდელი, რომელიც მუშაობს. ეს უნდა იყოს, ვფიქრობ, ამერიკის მისია. ფიქრობ თუ არა, რომ პრეზიდენტ ტრამპი შეძლებს დაპირების შესრულებას და ვადის ამოწურვამდე დაუბრუნებს ამერიკას იმ ძლევამოსილებას, რომელთაც ადრე გამოირჩეოდა ამერიკის შეერთებული შტატები. Do you believe that President Trump will be able to fulfill his promises before the end of his term and restore America's former power? I believe we're already well on our way to doing that, and I believe that he has done a remarkable job in less than 2 years on undoing some of the damage caused by the previous administration. I believe that we will see by the end of President Trump's term, which will be the end of 2028, that we will have peace in Ukraine, we will have peace in Iran, and I believe we'll have much more stability across Eurasia and the nation of Georgia as well. ვფიქრობ, ჩვენ უკვე ამ გზას ვადგავართ. ამერიკა უბრუნდება თავის ძველ ძლევამოსილებას და ვფიქრობ 2028 წლისთვის ეს კონფლიქტები ყველაფერი უკვე მოგვარებული იქნება, დალაგებული და შესაბამისად ყველა რეგიონში დაისადგურებს სიმშვიდე და რაც მთავარია საქართველოში, როგორც კავკასიის ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ ღმერთი ისმენს თქვენ სიტყვებს. Thank you very much. With God's willing. Amen. Amen.
დღევანდელი რეალობის გადმოსახედიდან, როცა ყველგან ტექნოლოგიებია, არჩევნებს რა უფრო იგებს თქვენი აზრით, ციფრური ალგორითმები თუ პირისპირი კონტაქტები? In today's technologically driven reality, what do you think, what plays a greater role in winning elections, digital algorithms or traditional face-to-face engagement? Depends on the size of the campaign. At a local level, face-to-face wins. When you have larger populations that you just can't reach face-to-face, door-to-door, then you have to do a combination. But campaigns are won in a face-to-face engagement with voters, no question. ფიქრობ, პირველ რიგში გააჩნია თვითონ კამპანიას, რა მასშტაბზეა დაგეგმილი, უფრო ლოკალური, ადგილობრივი კამპანიები, რა თქმა უნდა, გამოირჩევა ასეთი კარდაკარ და ესეთ შეხვედრებისგან, პიროვნული შეხვედრებისგან, ხოლო უფრო ფართოდ დაგეგმილი კამპანიები, უფრო დიდ მასშტაბზე საუკეთესოა იმ შემთხვევაში თუ ხდება ამ ორივე ტექნიკის გაერთიანება. ბატონო შონ, თქვენ რამდენი წელია უკვე რაც სენატორი ბრძანდებით? Mr. Sean, how long have you been senator already? 4 years. 4 წელი. თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ქართველ მაყურებელებს აინტერესებს სენატორები როგორ ცხოვრობენ და როგორ ახორციელებენ თავის საქმიანობას. Can you please tell us briefly about yourself, because our viewers and listeners are very interested about your daily life, how you engage with people in office and etc. Thanks for asking. So in the state of Georgia, a senator represents approximately 200,000 people. There are 11 million people in the state of Georgia, so there are 56 state senators. I represent the most culturally diverse district in the state, with people from across the world. Over 80 languages are spoken in my district, and it is probably the most affluent district in the state. And I get the opportunity to represent those people and all 11 million Georgians in my role as the Senate Majority Caucus Chairman. And my role there is to make sure that the Republican majority senators know what's going on, keep them informed, and ultimately to maintain that majority and win elections. For my day job, I build swimming pools, big, beautiful swimming pools in people's backyards primarily. I have 3 beautiful daughters, ages 15, 18, and 20, and I will be getting married in December of this year to the love of my life, a woman named Winslow. Thank you. მადლობა რომ მკითხეთ, საინტერესო კითხვა. რომ აგიხსნათ მოკლედ რა სიტუაცია აქვს. ჯორჯიის შტატში ყავს 11 მილიონი მოსახლეობა, ასევე 56 სენატორი, რომლებიც წარმოადგენენ მათ. მე გახლავართ ჯორჯიის შტატის ყველაზე ისეთი მრავალკულტურული ადგილის სენატორი, სადაც საუბრობენ 80 ენაზე. იქ ჩემთან ხალხი ცხოვრობს თითქმის ყველა წერტილიდან, მსოფლიოს ყველა წერტილიდან. რაც შეეხება ჩემს მისიას უშუალოდ სამსახურში, ეს არის ვაქცევდე ყურადღებას იმას, რომ მოსახლეობის ინტერესები გატარდეს, ასევე იმას, რომ რესპუბლიკელი სენატორები იყვნენ უმრავლესობაში და რა თქმა უნდა მოვიგოთ არჩევნები. ხოლო რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მყავს 3 ულამაზესი შვილი. დეკემბერში ვაპირებთ ქორწილს ჩემს
მეუღლესთან ერთად და რაც შეეხება პირად საქმიანობას, ვარ დაკავებული აუზების მშენებლობით, უფრო კონკრეტულად კერძო სახლებში, უკანა ეზოში ვაშენებთ ხოლმე აუზებს. ანუ ბიზნესითაც პარალელურად დაკავებულია. So you have your own small business as well. I do. I have about 100 employees. დიახ, მაქვს ბიზნესი, დაახლოებით 100 თანამშრომელი მყავს კომპანიაში. ჩვენმა ყოფილმა კოლეგამ ნინა კიკნაძემ ახლახან დაიკავა რესპუბლიკური პარტიის გვინეტის ოლქის მეორე ვიცე-თავმჯდომარის პოსტი. რა რჩევას მისცემდით მას, როგორც პარტიის ახალ სახელს და სისხლს და გჯერავთ თუ არა, რომ მას შეუძლია ხიდის როლის თამაში პარტიაში ქართველების და აღმოსავლეთ ევროპელების გაწევრიანებაში? Our former colleague Nina Kiknadze has recently been appointed as second vice chair of the Gwinnett County Republican Party. What advice would you give her as a new member of the party? Do you believe she can serve as a bridge and contribute to increasing the participation of Georgians and Eastern Europeans within the party? I think Nina is the future of not just the Gwinnett Republican Party, but the Republican Party across the entire state. Nina represents all that is good in trying to bring conservative values and beliefs to voters and help people understand the mission and vision, and she just does an absolutely wonderful job. Ფიქრობ რომ ნინა არა მხოლოდ გვინეტის რესპუბლიკური პარტიის მომავალია, არამედ მთლიანად რესპუბლიკური პარტიის მომავალი. ვინაიდან ის თავის სამუშაოს აკეთებს 100%-ით გადასარევად, იგი ახერხებს წარმოაჩინოს ის ღირებულებები, რაც გააჩნია ჩვენს პარტიას და ცდილობს შემოიტანოს მეტად კონსერვატიული ღირებულებები და ამით გაზარდოს ჩვენი ამორჩეველთა რიცხვი. ჩვენც ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთანაც როცა იყო და ხელმძღვანელობდა სარეკლამო სამსახურს, მისი დაუშრეტელი ენერგიის წყალობით Georgian Times-ი ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იყო, ასე რომ მე კეთილი შურით ვშურს, როცა თქვენთან გადმოვიდა ის და თქვენ საქმიანობას ასრულებს ამჟამად. და ჩვენ სარეკლამო სამსახურს კიდე აღარ ხელმძღვანელობს. From our side, I can say that when Nina was our employee, our colleague, she was doing her job greatly. She worked in the advertisement department, and actually this is very unfortunate that now she works with you and not with me. Well, you can't have her back. We're keeping her. სამწუხაროდ ვერ დაგიბრუნებთ, ვიტოვებთ. ტრამპის გაპრეზიდენტებას და ხელისუფლებაში რესპუბლიკელების მოსვლა საქართველოს დიდი სიხარულით შეხვდნენ, რადგან ქართველი ხალხის ნარატივი ერთ-ერთში იმეორებდა პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო სლოგანებს. ჩვენ გვიხარობდა, რომ ტრამპი უახლოეს კვირებში დაიწყებდა ამ ურთიერთობას საქართველოსთან, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო გავიდა ამის შემდეგ. როგორც შემდეგ მარკო რუბიომ თქვა და ჯეი ვენსმა, რომ იმდენი სიბინძურე იყო დაგროვილი ბაიდენის დროს საქართველოს-ამერიკის ურთიერთობებში, რომ მათ უჭირდათ გაერკვიათ სიტუაცია. თუმცა ამჟამად საკმაოდ ისეთი ტექსტით მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ 250 წლის იუბილეს მოლოცვისათვის დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევის სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებთ. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენ ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. გადატარგმნება შემდეგ გავაგრძელებ. When Trump took office, people in Georgia were happy about that because they hoped to reset the relationship with the U.S. And as for example, Marco Rubio and J.D. Vance commented that there was so
bad things made between these two countries in the former administration, that they had little time to make what was happening there, and also but now situation is getting better. Trump has sent a letter to the Prime Minister Irakli Kobakhidze, where he's stating that Georgia and US have same and mutual values, and he's ready to reset relations. აღნიშნავთ რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, მადლობელი ვართ, რომ გვიერთებით სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისაკენ სწრაფის ამერიკულ პრინციპების ზეიმში. გულწრფელად ვაფასებთ თქვენს ყურადღებიან გზავნილს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და ხანგრძლივი კეთილდღეობის ხარდასაჭერად. ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისაკენ. თქვენი აზრით ტრამპის ეს წერილი არის თუ არა ჩვენი ორი ქვეყნის შორის პოლიტიკური პროცესების გადატვირთვის დასაწყისი. Trump stated that they celebrate 250th anniversary of their independence, and they will be happy to cooperate with Georgia, with partners and with other partners to walk toward bright and stable and prosperous future. How do you think, is this letter a signal from US side about reset of relations? How do you assess it? I agree completely that we are looking to reset. I think we want to bring stability. I think we want to bring prosperity, not just to American people and interests, but also to the people of Georgia. I think that letter was not written lightly, and I believe it was written with great intent to ensure that all people of Georgia knew and understand the seriousness that we bring with doing the best work that we can for the people in the area, in the region. რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ეს არის სიგნალი გადატვირთვისა და ეს არის ძლიერი სიგნალი, ვინაიდან ვფიქრობ ეს წერილი დაიწერა სრული ინტენსივობით, რათა ჩადებულიყო მთელი აზრი იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მზად ვართ და გვინდა რომ მოვიტანოთ კეთილდღეობა მსოფლიოში, მოვიტანოთ კეთილდღეობა საქართველოში, ქართველი ხალხისთვის და სრულიად რეგიონში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტის წერილის კომენტარებისას განაცხადა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ჩვენი სურვილია გადავტვირთოთ თლიანად ჩვენი ურთიერთობები. აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავაკეთოთ ეს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და რა თქმა უნდა, ასეთი გზავნილები ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს. ეს არის ჩვენი სურვილი და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. Irakli Kobakhidze, Prime Minister of Georgia, commented on this letter that he's happy hearing that, and now he's waiting for this reset, but with the concrete guidelines, how to do that, where to start from, and where to go. I wish I knew those guidelines, and I would share them with you if I did. Unfortunately, that's what we call above my pay grade. მოხარული ვიქნებოდი მომეცა ეს მითითებები, ასე ვთქვათ, ახლა რისი გაკეთება შესაძლებელი თქვენი მხრიდან, თუმცა როგორც ჩვენთან ვამბობთ, ეს უკვე აღემატება ჩემს შესაძლებლობებს. ეგ ალბათ მეგობრულად შეიძლება. But you can always give us advice as a friend, our friend.
as a friend, I would just say that continue to promote goodwill, continue to make sure the people of the United States know how warm and welcoming the people of Georgia are, and that your doors are open for business. That's what Americans are looking for, and those are the types of partners we need. კი ბატონო, როგორც მეგობარი, გირჩევთ იმას, რომ გააგრძელოს საქართველოს ეს კეთილინების გამოხატვა, ასევე არ შეწყვიტოთ ეს კულტურული თანამშრომლობა, რომ იცოდეს ამერიკელმა ხალხმა, რაოდენ კარგი ხალხი ცხოვრობს საქართველოში, რაოდენ და რაც თავარია, იცოდნენ რაოდენ კარგია მათთან ბიზნეს საქმიანობის დაჭერა, ბიზნეს პარტნიორობა ქართულ ხალხთან. მე მაგალითს მოგიყვანთ ცოტა ხნის წინ ჩვენ მე პირადად ჩავწერე ინტერვიუ ალექს საფირთან, რომელიც არის თემურ საფირის შვილი, რომელიც წარმოშობით საქართველოდან არის და რომელმაც დღეს დაიწყო ტრამპ თაუერის მშენებლობა საქართველოში, თბილისში. I can even give you an example. We had an interview with Alex Safir, my friend, son of Timur Safir, and they are from Georgia originally, and they started building Trump Tower in Tbilisi. უпросторо ჩვენ ადრე ჩავწერეთ ეს ინტერვიუ და სულ ეხლა ხანს გაცხადდა რომ ერიკ ტრამპი მონაწილეობს ამ პროექტში და ჩამოვა თბილისში, ასევე ბატონი ალექს საფირი, თემურ საფირი და ტრამპის ოჯახები ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და ისინი ბიზნეს პარტნიორები იყვნენ ბევრ საკითხებში, ტრამპ თაუერში, მათ შორის ნიუ-იორკში. So their families, the Safir family and the Trump family, they are friends, and Eric Trump and Alex Safir are both partners, business partners, and that's a great example of how can Georgians and Americans cooperate. Love that. და რა იდეები შეიძლება გავანვითაროთ საქართველოს და ამერიკას შორის ბიზნეს ურთიერთობების თვალსაზრისით კიდე თქვენი აზრით? And in your opinion, how in what sector we can start this business relationship and cooperation? You know, the U.S. is always looking for new partners in manufacturing across a variety of different sectors. Minerals, raw, obviously are a key export of your country. And, you know, I think that when people realize the rich natural resources of your country that you're willing to share and export, I think that gives you the best opportunity to be able to share prosperity with your country and to be able to have new products from the region that Americans need as well. Ფიქრობ ყველაზე ეს დიდი სექტორი, რაშიც სურს ამერიკელ ბიზნესმენებს ჩადონ ფული, ეს არის წარმოება. უნდა მოხდეს წარმოების განვითარება საქართველოში, ასევე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მინერალებსა და ბუნებრივი რესურსების ექსპორტს, ათვისებას, წარმოებას, ექსპორტს, რაც შექმნის ურთიერთკეთილდღეობას ამ ორ ქვეყანას შორის. საქართველოს პრინციპში მზად არის ამ პროექტებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და მოიზიდოს უცხოური ინვესტორები ამ თვალსაზრისით. I can say that Georgia is already ready to take part in such deals and bring here more investors. Good. მე მინდა რომ მიმართოთ ქართულ ხალხს და ჩვენი ინტერვიუც ამით დავასრულოთ
და უღრმესი მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რომ ჩვენთან იყავით ჩართვაზე, ჩვენთვის დიდი პატივია და იმედია, რომ ხშირად მოვახერხებთ ამგვარ ჩართვებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებიდან გამომდინარე. Mr. Senator, now can you give some final remark to the Georgian people? What can you say to them? And with that, we can finish our interview. And with the hope that we will have you in the future as well. What can you say? Keep hope alive. You know, you endured a U.S. president that chilled relations. There's renewed hope of rekindling that. Stay in the fight for your sovereignty from Russia and Chinese influence, and maintain your independence. It's the most important thing you have. But ჩემი მესიჯი ქართული ხალხისადმი იქნება ის, რომ ყველაფერი იწყება იმედით, გქონდეთ იყავით მუდამ იმედიანები და რაც თავარია, არ შეწყვეტოთ ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის, იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი თუ სხვა ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს არ შეგვიწყვეტია და არ შევწყვეტავთ ამ ბრძოლას. მე პირადად 1987 წლიდან ვიბრძვი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მაშინ როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო თავის აღმავლობის პერიოდში და მაშინ ჩვენ გაცილებით რთულად გქონდა საქმე. და დღესაც არ შევწყვეტავთ ამ ბრძოლას და ძირითადი სუვერენიტეტი მაინც ეკონომიკური დამოუკიდებლობით უნდა მოვიპოვოთ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ამ სწორე მიმართულებებს გვაძლევთ. You're right, and I can say that Georgian people will never finish the battle for sovereignty, for independence, and personally I took part in these battles from 1997 when there was even a USSR, and in that time matters were worse than today. And I think that sovereignty and independence of the country lies in its independence and sovereignty in the economical matters, in its economy. So thank you for this direct and good advices. Thank you for your service to your country. Thank you for your time, Senator Steele. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, ძალიან დიდი მადლობა, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო და დაგემშვიდობებით უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. Thank you. It was a great honor and goodbye. Farewell. Good day. Bye-bye. Thank you. ჩვენ დავასრულეთ ინტერვიუ ბატონ შონ სტილთან. ეხლა კი ნინა შენთან გადმოვდივარ კითხვებით. უკვე 2000 აწლეულია ამერიკაში ცხოვრობ. იქამდე კი Georgian Times-ში საკმაოდ წარმატებით ახორციელებდი და უძღვებოდი სარეკლამო განყოფილებას, იღავი ნიჭიერი, ენერგიული ადამიანი და ეს თვისებები ამერიკაშიც არ დარჩენილა შემუმჩნეველი, როგორც ბატონმა სენატორმა აღნიშნა, შეუცვლელი ხარ მათთვის უკვე და საკმაოდ მაღალი შეფასება მოგცა. როგორ მოახერხე და როგორ აღმოჩნდი ამერიკულ პოლიტიკაში? მოგვიყევი ამის შესახებ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით, ძალიან მე სიამოვნა ბატონ სენატორის ესეთი კარგი დაფასება. მინდა გითხრათ, რომ პირველად იმაში რესპუბლიკურ პარტიაში რესპუბლიკელებს შევხვდი ბიზნეს ყრილობაზე, სადაც შემომჩნიეს და დამპატიჟეს თავის დახურულ სხდომაზე და მან შემოთავაზეს მონაწილეობა მიმეღო უცხოურ ამომრჩეველებთან მუშაობაში და იყო ესეთი კომიტეტი, ამათ უნდოდა რომ მე ხელმძღვანელა. მერე შემდგომში მოხდა ის, რომ მდივნის თანამდებობა შემოთავაზეს. სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდოდა და ალბათ მაგიტომაც უარი ვთქვი ამ იმაზე, მაგრამ შარშან, ანუ იანვარში მოხდა ის ფაქტი, რომ
იყო არჩევნები და არჩეული ჩემ თანამდებობაზე უკვე იყო არჩეული პიროვნება რომელიც აცხადებდა რომ ამას გააკეთებდა იმას გააკეთებდა ამას შეძლებდა მაგრამ შედგა ფეხი თუ არა აბსოლუტურად ვერაფერი ვერ შეძლო და გაუშვეს ასევე საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა და პარტიასაც და გადავწყვიტე რომ დახმარებოდი და მხარში ამოდგმოდი და რაც მთავარია რასაკვირველია ესეც იმაზე თანამდებობაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობის ფაქტორს ჩემზე ბევრი კარგი რამ ითქვა მინდა ვთქვა რომ 4 წლის განმავლობაში ქართული კულტურის ფესტივალებს ვატარებ ატლანტაში და უკვე საკმაოდ მიცნობდნენ ვეპატიჟებოდი და იქედან გამომდინარე ალბათ ამ ფაქტორმაც იმოქმედა. მოდი ამ ფესტივალზე მოგვიყვებით დაწვრილებით, ან როგორ მოგივიდა ეგეთი აზრი თავში, ან რატომ რესპუბლიკური პარტია, როგორც ქართველისთვის იდეოლოგია უფრო ახლო გახდა თქვენთვის? რასაკვირველია. ანუ ამერიკული გადმოსახედიდან საერთოდ დემოკრატიას ცოტა რაღაც კომუნისტური და სოციალისტური სუნიზდის ბევრ ამერიკელს ეს არ ესმის, იმიტომ რომ არ უცხოვრიათ და არ აქვს გამოცდილება ეხა ოდნავ მქონდა გამოცდილება მაგალითად ეხა კომუნიზმს შევეხი ასე თუ ისე ეხა ასაკობრივად ხო და ამერიკაში რესპუბლიკელებს ტრადიციული მოწონთ ტრადიციულ მიმართულებებს მიყვებიან, რაც მაგალითად მისასალმებელია და მე პირადად ჩემთვის ახლოა. ანუ აქედან გამომდინარე და პლუს კიდე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მსოფლიოში ხდება ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რაც ხდებოდა უშუალოდ სკოლებთან დაკავშირებით, ვის მოყვანასაც აპირებდნენ გადავწყვიტე რომ ჩამეხედა უფრო ღრმად, ანუ როგორ ხდება გადაწყვეტილებები, როგორ ვინ ადგენს აი ამ მაგალითად სასკოლო პროგრამებს, ლობირებას ვინ უწევს აი ამ ყველაფერს და ასე მოხდი რესპუბლიკურ პარტიაში. ფესტივალზე რომ მომიყვე უფრო დაწვრილებით. კი ბატონო, ანუ დაახლოებით რაში გამოიხატება ქართული სული ფესტივალი? ქართული სული ფესტივალი. ანუ იდეა იყო იმაში, რომ ქართულ ჯორჯიაში შეხედეთ ატლანტის შორის და თბილისის შორის არსებობს ესეთი ხელშეკრულება 30 წლის წინ დაიდო ხელშეკრულება Sister City. Sister City, ანუ ქართულად იქნება დაძმობილება, ინგლისურად sister city. ხო და ეგ ძალიან ისეთი საინტერესო ფაქტია. ანუ ეს დაძმობილება სხვა შემთხვევა არ არის, ხო? არა, მე მაგალითად არ მეგულება, ანუ ხო და დიდხანს ვითმედი, მაგალითად მეგონა, ნუ რაღაცა მოხდება, რაღაცას ჩაატარებს, მაგრამ არ ჩაატარა და რა ვიცი, ველოდა და გადავწყვიტე რომ მე გამეკეთებინა, ისე კი ვიცით რომ მე მიყვარს ღონისძიებების ჩატარება, კარგად გამომდის ბავშვობიდან. ნიჭი მაგის ნიჭი მოყვება და თურმე მქონია და ქართული კულტურის პლუს ის ფაქტი რომ 20 წლის განმავლობაში ამერიკაში ვიმყოფები სასწაულად მენატრება საერთოდ საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი სხვანაირად უყურებ, როდესაც ხარ საზღვარგარეთ ამ ყველაფერს და აი ეს მონატრება მე რო ვერ ჩავდიოდი, ანუ საქართველოს ჩამოვიყვანე ამერიკაში. დიახ. რამდენი ქართველი ცხოვრობს ახლა ატლანტის შტატში? ატლანტის შტატში დაახლოებით 5000 ოჯახი ცხოვრობს. მე უკვე საკმაოდ სერიოზული მიფანტულები და ანუ საკმაოდ რთულია ამათი თავმოყრა ერთად, important რომ ჯორჯია არის ძალიან დიდი. კი ბატონო. ძალიან დიდი და ტერიტორიულად ძალიან დიდი. ტერიტორიულად, კი ბატონო. და ატლანტაში 5 მილიონი კაცი ცხოვრობს, ხო? მხოლოდ ატლანტის ქალაქში, დედაქალაქში ცხოვრობს 5 მილიონი და ისე საერთოდ ჯორჯიაში 11 რაღაც მილიონი.
ყველას ძალიან უხარია ამ ფესტივალმა, სხვათა შორის ძალიან ისეთი კარგი აღიარებაც მომიტანა. მაგერ ფაქტია, რომ რესპუბლიკურ პარტიას არ ეთმობენ. სანამ ეხა მე გენერალმა medali გადმომცა, წყინვალეობის medali გადმომცა, ეხა იგი ხელა ჯილდო იყო ჩემთვის, რომ არ ვიცი, ანუ ზუსტად ფესტივალზე იყო. სხვათა შორის ეს გენერალ კარტენი, ვინც გადმომცა ეს medali, ეხა პენტაგონშია, მეორე კაცია პენტაგონში. ჩავთოთ მომავალში. არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ბატონ მახას, არ პასუხობს. როგორია რიგითი ამერიკელების დამოკიდებულება პოლიტიკური მოვლენების მიმართ? ისინიც ისეთივე პოლიტიზირებულები არიან, როგორც საქართველოში, იმიტომ რომ აი საქართველოში ძალიან პოლიტიზირებულია სიტუაცია. პატარა ჩხუბსაც პოლიტიკას აბამენ და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ დიახ, ძალიან ჩართულები არიან და ჩახედულებიც არიან. ანუ ძირითადად მოსახლეობა იყოფება დემოკრატებად და რესპუბლიკელებად. ანუ უფრო იოლია. ანუ ან დემოკრატი ხარ, ან რესპუბლიკელი. ჩართულობა არის საკმაოდ დაძაბულია სიტუაცია. მაგრამ არ ჩხუბობენ და არც ემენ ერთმანეთს. ხო, თუმცა მე მახსოვს პერიოდი, როცა აუტანელი სიტუაცია იყო არჩევნებამდე, ხო? რა საკვირველია ხა შენ თუ მოხდი გულში მაგალითად დემოკრატების ან რესპუბლიკელების რაღაც გადაწყვეტილებებს აღადგილი, აი მანდ არის ძალიან სერიოზული დაძაბულობა და მაგრამ ამას ნამდვილად იგრძნობთ. ზიზღსაც რა მაინტერესებს, აი თვითონ ის ფაქტი, რომ ეხლა არჩევნები მოდის. ჯორჯიის შტატში ვისუქადი გამარჯვებას. რა თქმა უნდა, შენ გინდა რომ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვონ, მაგრამ რაღაცა ამბების გამო, ამ ომის გამო, იქ რაღაც არის დემოკრატები ძალიან გააქტიურებულები არიან. ვიცით ჩვენ რომ ნიუ-იორკში და ვაშინგტონში რაღაცა სხვა მემართულებები რაღაცა გამოაცხადეს, რომ ყველაზე გეი ქალაქები ვართ იმათმა მერებმა და ეს მიმართულებები ხომ არ აიღებს უპირატესობას ამ რესპუბლიკურ ღირებულებებზე. ეხლა მის ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯორჯი არის სამხრეთისკენ და სამხრეთი ძალიან ტრადიციულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველას იღებენ, ყველა ერს და ყველა ადამიანს იღებენ აბსოლუტურად ნორმალურად, მაგრამ გააჩნიათ თავისი პრინციპები. თავისი პრინციპები გააჩნიათ და აწვევიან ამ პრინციპებს. ანუ ადამიანებს ნორმალურად ეპყრობიან, არავის არ სცემს და არ კლავს, მაგრამ არსებობს ის პრინციპები, რომლებსაც მიყვებიან. ამერიკელები და უშუალოდ ეხა ჯორჯიის შტატში ეხა რაც ვნახე, სწამთ ღმერთის და ქრისტიანულ იმას აწვევიან. ბაპტისტურს თუ მაგრამ ქრისტიანულს. ხო და აი ამას ანიჭებენ უპირატესობას, როდესაც ღონისძიებებს ვატარებთ, პირველ რიგში ჯერ ლოცულობთ და შემდგომში დანარჩენი სხვა, ანუ პირველ უმნიშვნელოვანესია, სხვათა შორის ვიღაცას პრობლემაც კი შეემთხვა, როდესაც ჯერ ჩაატარეს და მერე ილოცეს. ანუ ამ შემთხვევაში შეცდომა დაუშვას, კი ბატონო. საქართველოში ადამიანები არასოდეს არ აპროტესტებდნენ სოციალურ საკითხებს წლების განმავლობაში არ იყო შემთხვევა, როდესაც ქართულ სოციალური პრობლემები გაეპროტესტებინა. ასე არ ხდება ამერიკაში, სადაც ამორჩევლის გულის მოგება სოციალურ საკითხებზე არის აგებული. შენი აზრით რატომ არის ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება პრობლემებისადმი საქართველოსა და ამერიკაში? ისი ბრალია ეს? საერთოდ ამერიკელი დაბადებინონი იცის თავისი უფლებების შესახებ. და პლუს ამასთან ერთად ნებისმიერ ამერიკელის ვალდებულება არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს. აქედან გამომდინარე, როდესაც ამერიკელი ხმას აძლევს ამა თუ იმ პოლიტიკოს, მოითხოვენ, რომ კონკრეტული საკითხი გადაწყვიტონ და არა რაღაც ზოგადი საკითხები. და ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც მოდის პოლიტიკაში, არა კარიერისთვის, არამედ ხალხისთვის, იცის ამის შესახებ და ამას ძალიან კარგი მომავალი აქვს. თუ პოლიტიკოსი მოვიდა პოლიტიკაში ხალხისთვის, ამას სერიოზული კარგი მომავალი აქვს.
ხალხი ამას აფასებს და აქედან გამომდინარე ბალანსდება ეს ყველაფერი. ანუ ხალხიც კმაყოფილია, პოლიტიკოსიც კმაყოფილია, იმიტომ რომ რჩება თავის პოზიციაზე და თუ პოლიტიკოსმა არ შეასრულა თავის მოვალეობა, ჩვენ გაგვაჩნია სპეციალური კომიტეტი, რომელიც მოდის და პასუხს თხოვს. და კი 2024-ში საქართველოს ეწვია ჯორჯიის გუბერნატორი ბრაიან კემპი. ეს ვიზიტი შედგა ამერიკულ-ქართული სამხედრო ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც სამწუხაროდ შეჩერდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო. გარდა ამისა, შენი ინიციატივით შუგარ ჰილის მერის ბრაიან ჰემბრის და კონგრესის წარმომადგენლის მეთიუ რივზის ხარდაჭერით შემუშავდა მხარდაჭერის წერილები მუნიციპალიტეტებთან მეგობრობის შესახებ. სამწუხაროდ თბილისის მუნიციპალიტეტს ატლანტასთან უმოქმედო ხელშეკრულება აკავშირებს, რომელსაც შევარდნაძის დროიდან არაფერი გაუკეთებია. შენი აზრით, რა უნდა გააკეთოს მხარეებმა ურთიერთობები, რომ გაუმჯობესდეს და ინტენსიფიცირება მოხდეს ამ ყველაფერს? კი ბატონო, მართალი ბრძანდებით, ბრაიან კემპის ვიზიტს დაუბრუნდეთ, ანუ ძალიან კარგი ინიციატივა იყო. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საქართველოს საელჩოს ამერიკაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ამაში და საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი წინა ელჩი. მოხდა ის, რომ ის პარტნიორობა აღსდგა. ატლანტაში გაგვაჩნია მთლიანი საქართველოს ლეგიონი ჩადის და წვრთნებს გადიან. და ეს ყველაფერი ფინანსდება. ანუ ეს ამერიკის ბიუჯეტით ფინანსდება, საქართველოს ბიუჯეტით არ ვიცი რამდენად ფინანსდება, მაგრამ ვიცი რომ ამერიკა ყოფს ამისთვის თანხებს. და აი გენერალი კარტენი, რომელსაც ვიძახდი, ზუსტად უშუალოდ ამის ხელშეწყობით და ამის მოხდა ამის რეალიზება. წავიყვანეთ ბრაიან კემპი, მას სასწაულად მოეწონა, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა იქ მოლაპარაკებების დროს. ანუ კითხეს ბრაიანს, მოდი განვიხილოთ ბენეფიტები, მეგობრობის ბენეფიტები და ჯერ მეგობრობა კი შედგა, მაგრამ ორივე მხარემ უნდა განახორციელოს, ნაბიჯი უნდა გადადგას, ანუ და არა მხოლოდ ამერიკამ. ანუ ჯერ რაღაცა უნდა გააკეთო და მერე მოითხოვოთ ბენეფიტები, ხო? აი თუნდაც ეს პარტნიორობა. აქედან გამომდინარე ვიფიქრე და მე მაგალითად მქონდა საუბარი მე ვცხოვრობ ქალაქ შუგარხილში, სასწავლო ქალაქია, მიყვარს ძალიან, მხოლოდ სახელი შაქარი და მქონდა საუბარი და დიდი სიამოვნებით დამიწერა წერილი, რასაკვირველია, ამ ფესტივალებს უესწრება, იქ ვატარებთ ხოლმე და აღფრთოვანებულია, ესე იძახის, რომ ცხოვრებაში მსგავსი რამე. ბრაიან კემპი, ხო? ბრაიან კემპი და შუგარხილის მერი. აღფრთოვანებული კულტურით. რასაკვირველია, შონ სტილიც არაერთხელ არის ნამყოფი ჩემ ფესტივალებზე და ანუ კულტურით არიან აღფრთოვანებულები და მზად არიან თანამშრომლობისთვის. ანუ ხედავენ, რომ ჩვენ ვართ მეგობრულები და მეგობრულად განწყობილები და ვიფიქრე, რომ რადგან ეს ატლანტის და თბილისის შორის ურთიერთობა იმდენად აქტიურ ფაზაში არ არიან, სამომავლოდ იმედია იქნება ან არ იქნება, გადავწყვიტეთ, რომ შუგარხილთან დამეგობრება გაგვეკეთებინა მაგალითად. დამიწერეს წერილები, ამას კიდე შეუერთა კონგრესის წარმომადგენელი და ანუ ასე რომ ვთქვათ, ვეძებთ მუნიციპალიტეტებს, ვინც უფრო აქტიურად იქნება ჩართული აი ამ ურთიერთობაში. რას გულისხმობს ეს მეგობრობა? დამეგობრება გულისხმობს გაცვლას, სტუდენტების გაცვლას, ბიზნეს გაცვლას, იმპორტ-ექსპორტს, ბიზნეს ურთიერთობებს, ანუ რაღაცა უნდა ხდებოდეს. რავი, მოუწოდებთ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, რომ მოусვინონ ამ გადაცემას და თუ დაკავშირება მოუნდებათ, დამიკავშირდნენ მე და მე დავაკავშირებ შემდეგ ქალბატონ ნინოს და ნინო კიდე დააკავშირებს შესაბამის სტრუქტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში ტრამპის მოსვლა ძალიან აღფრთოვანებით შეხვდნენ, ბატონ სენატორსაც გითხე ეს და შენც იგივეს გეკითხები. და ჩვენ გქონდა მცდარი მოლოდინები, რომ მისი გაპრეზიდენტებისთანავე მთელ ყურადღებას რაღაცნაირად ამ გადატვირთვას დაუთმობდა. თუმცა ეხლა პატარა ქვეყანა ვართ, გასაგებია, იმას დიდი პრობლემები აქვს, დიდი ამოცანები აქვს გადასაწყვეტი და როგორც მოსალოდნელი იყო
ვერ დაამყარა ეს კონტაქტი, არ დამყარდა, რაღაცა პრობლემები იყო. როგორ ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათ ენაზე ვისაუბროთ და მათთვის გავხდეთ ერთგვარი მათ ენაზე მოსაუბრე ქვეყანა და არა მისი მტრულად, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ქვეყანა, როგორიც უნდა წარმოაჩინოს თუნდაც სენატორ ჯო ვილსონს, რომელიც აშკარად ანაზღაურებას იღებს ქართული ოპოზიციური ელემენტებისაგან და საქართველოს მოსახლეობას ლამის შეაძულოს საერთოდ სიტყვა სენატორი. მე დღეს სპეციალურად მინდოდა, რომ ეს სენატორი ყოფილიყო და სხვა სენატორებიც იმედია ჩაგვერთვებიან და გავაცნობ ჩვენს ტელემაყურებლებს, რათა საქართველოს მოსახლეობას არ ქონდეს წარმოდგენა, რომ ჯო ვილსონის გარდა თუ ვილსონის გარდა სენატორები არ არიან ამერიკაში, რომლებიც საღად და ჭკვიანურად აზროვნებენ. ეხლა რაც შონ სტილს მოусმინეთ, ქვები არ უსვრია და არაფერი ცუდი არ უთქვია. ხო, პირიქით, ხოლო პოზიტიური განწყობით იყო ახსილი და პოზიტიურად არის განწყობილი თუნდაც ბიზნეს ინტერესებით და თუნდაც პოლიტიკური ინტერესებით საქართველოს და ამერიკას შორის მჭიდრო ურთიერთობა დამყარდეს. კი ბატონო, მე ძალიან მარტივად ხედავ ამ ყველაფერს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს სერიოზული ლობი არ გააჩნია ამერიკაში. ის მაგალითად, მე არ ვიცი ახლა პირადად არ ვიცნობ ამ სენატორებს ან ვილსონს, უბრალოდ ვილსონთან დაკავშირებით ყველა ვილსონს გაიძახის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ინტერესებს მაინც და მაინც არ იცავს და ანუ არ ატარებს. რატომ? იმიტომ კი არა, რომ იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ იგივე ჩვეულებრივი რიგითი პრობლემები უნდა გადაწყდეს მაგალითად ქვეყანაში. შენ როდესაც გაგაქვს სენატში ან კონგრესში რიგითი რაღაც ქვეყნის პრობლემები, გიყურებენ როგორც პრობლემატიურ ქვეყანას. მაგიტომაც მოხდით შავ სიაში. ანუ ზუსტად რომ ვფიქრობ, რომ ვილსონის აქტიურობის გამო ძალიან დიდ პოზიციაში, მაგრამ მოხდით შავ სიაში, როგორც ქვეყანა, როგორც არასტაბილური პოლიტიკის მქონე და გამტარებელი ქვეყანა. ხო, მაგრამ მიხვდა ეხლა თეთრი სახლის ადმინისტრაცია, რომ ესე არ არის და შეცვალა ეს დამოკიდებულება და ნარატივი, ხო? ეხლა ხანს მაკაბოჭორიშვილი იმყოფებოდა და რუბიოს გვერდზე აღმოჩნდა აგერ დონალდ ტრამპის წერილი და რაღაცა გადატვირთვისკენ მიდის ეს ყველაფერი და რითი უნდა შეეწყოს უფრო მეტი ხელი, ხო? აი რა უნდა გაკეთდეს შენ? სწორი დიპლომატიით, ანუ დიპლომატებს უჭირავთ ბურთი, ანუ დიპლომატების ხელშია, ჩვენ ყავს გუნდი მაგალითად დღესდღეობით და მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ, რომ დაამყარებენ ყველასთან კონტაქტს სწორ სენატორებთან, სწორ კონგრესმენებთან. როგორც ბატონმა შონმა სტილმა თქვა სენატორმა, რომ მე ამის სენატორი ვარ, ანუ არსებობენ სხვადასხვა პირები, ვისაც ეხება გარკვეული კითხვები, მაგალითად. ხო და უნდა მიმართოთ გარკვეულ პიროვნებებს და ჩამოვაღალებოთ ლობი, რომ ანუ ჯგუფი იმ ადამიანების, ვინც საქართველოს ინტერესებს გაატარებს, ხალხის ინტერესს ვინც გაატარებს, სწორედ და არა მაგალითად ვიღაცა კონკრეტული პოლიტიკოსის ან კონკრეტული ბიზნესმენის ინტერესს. ნინა, აი ეხა ამერიკიდან შენ საქართველოს როგორ უყურებ? ანუ სხვანაირი ხედვა გაქვს, რა თქმა უნდა, იქ სხვა სიტუაცია, აქ სხვა სიტუაცია და როგორ ხედავ აქ საქართველოში მიმდინარე პროცესებს? მე საერთოდ ვფიქრობ, რომ დიდი სურვილი მაქვს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდო, აი თუნდაც შენ შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მიაწოდო, ჩვენ გვაქვს ესეთი YouTube არხი Georgian Times International, სადაც ყველა ჩვენი გადაცემა რუსულად და ინგლისურად არის დათარგმნი, განსაკუთრებით ინგლისურად. ასევე X-ზე გვაქვს ჩვენი გვერდი, ასევე Instagram-ზე, ასევე რა თქმა უნდა YouTube-ზე, Facebook-ზე და სადაც ინგლისურად და რუსულად ჩვენი გადაცემები არის. და ინგლისურად ვაპირებთ საერთოდ გადაცემის გაკეთებას და მომავალში უფრო ცლად შეგვიძლია ეს ინფორმაცია მივაწოდოთ მათ. რა თქმა უნდა, ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ და შეუულიათ მათ ინგლისურ ენაზე მოისმინონ პირველ პირში რა ხდება და როგორ ხდება, ხო? კი ბატონო, საინტერესო იქნება, ანუ თუ გაგიჩნდებათ რაიმე საინტერესო კითხვა, ეხა მაინც ვილსონთან უწახვალთ, ანუ შეგვეკითხეთ და გირჩევთ, მაგალითად ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი სენატორები და კონგრესმენები, ვინც არაჩვეულებრივი ექსპერტები არიან და რჩევათ შეუულიათ. ძალიან კარგი.
რა სიტყვი შენ, დიდი მადლობა შენ აი ამ დიდი ღვაწლისათვის, რაც გაკ ჩატარებული და უზარმაზარი სამუშაოა განხორციელებული. ახლა შემთხვევით არ არის რომ აი ესე ადამიანი რომელიც ჩახვედი და შენ თვითონ გაიკვალე გზა ამ მიმართულებით, ამ თანამდებობაზე აღმოჩნდი, მართლაც უნიკალური შემთხვევაა ეს ყველაფერი და რას იტყვი და რას ეტყვი შენს საყვარელ ქართველ ერს. ძალიან კარგი კითხვა, დიდი მადლობა. მინდა ყველას მიმართო და უთხრა რომ გააკეთეთ ის, რაც თქვენ გულშია. იქნებით ბოროტები, რაც მთავარია და აბსოლუტურად გამოიყენეთ თქვენი პროფესიონალიზმი 100%-ით, შეისწავლეთ კონკრეტული დარგი, კონკრეტული სფერო და გახდით პროფესიონალები. თუ დიპლომატიაში ხართ, იყავით დიპლომატები, პროფესიონალები. თუ ფეხბურთელები ხართ, იყავით ფეხბურთელები მაგალითად, ასე ვფიქრობ. ანუ რაღაც ის უნდა იყოს, ანუ პროფესიონალიზმი აბსოლუტურად ყველაფერში. ხო და ზუსტად რომ ჩვენ როდესაც მოვაწერთ ხელშეკრულებას შუგერხილთან, აგერ სტუდენტების გაცვლის პროგრამებს განვახორციელებთ და ბევრი უამრავ კარგი შედგება. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ინტერაქტივი, რაც ქონდა 67% ამბობს, რომ არა. ანუ არ გახდება ამერიკა საქართველოს რეალური სტრატეგიული პარტნიორი. 29% ამბობს, რომ დიახ და მიჭირს პასუხისგაცემას ამბობს 5%. ეს ტელევიზიაში, სადაც 1400 ადამიანმა დარეკა. და YouTube-ში 56 ხმა არის მიცემული. 20% ამბობს დიახ, 70% ამბობს არას და 11% ამბობს, რომ მიჭირს პასუხისგაცემა. ნუ ეს იმ პოლიტიკური ინერციით ხდება, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარდატეხილი პოზიცია. თუმცა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ამოცანა არც ერთ დიდ ქვეყანასთან არ კონდეს უარყოფითი დამოკიდებულება და უარყოფითი განწყობა. ყველასთან გჭირდება დიალოგი, ყველასთან გჭირდება პოლიტიკურად მათთან პოზიციების შეჯერება. ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, რუსეთთანაც, ჩინეთთანაც, არაბეთთანაც, ირანთანაც საქართველოს როლი ესეთია. საქართველოს ყველანაირად ვერ ფუნქციონირებს საფრანგეთთანაც, გერმანიასთანაც და ინგლისთანაც და მე მიხარია რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარდატეხა შეიტანა გერმანიასთან გაციებული ურთიერთობის აღდგენაში. ჩვენი დიპლომატიც მიიღეს იქ, აქაც მოდის ახალი ელჩი, იმედია დიდ ბრიტანეთთანაც ახალი მთავრობის შეცვლისთანავე იგივე მოხდება. საერთოდ პრაგმატული პოლიტიკა ყოველთვის გულისხმობს, რომ ქვეყნის ინტერესები უპირატესია და უპირველეს ყოვლისა, მაგრამ დიპლომატიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ჩვენმა დიპლომატებმა ეს უნდა განახორციელონ. დღევანდელი გადაცემა ამით მინდა დავასრულოთ. ამ სეზონში სექტემბრამდე მე საღამოს გადაცემას აღარ წავიყვან, ესეც გამონაკლისი იყო ბატონ შონ სტილისა და ნინა კიკნაძის საქართველოში ვიზიტის გამო. მადლობას გიხდი ნინა იმ დიდი სამუშაოსთვის, რაც გასწიე და მადლობა ბატონ შონ სტილს და მადლობა ნიკოლოს ჩვენს თანამშრომელს, რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თარგმნას თავი. მადლობა თქვენ ყველას. დიდი მადლობა. გემშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ ჩვენ თქვენთვის მუშაობთ, ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით და საქართველოს სიყვარულით გემშვიდობებით. ხვალ ხუთშაბათია და ჯონდი ბაღათურიასთან ერთად შემოგთავაზებთ 12 საათზე რეალურ პოლიტიკას. გმადლობთ. მოვლენების რეალური შეფასება, გლობალური პოლიტიკის გამოწვევები. სოფლიოს პოლიტიკა. კავკასიური პოლიტიკა. ექსპერტები. დისკუსია. გეოპოლიტიკა. მოვლენები. საქართველოს პოლიტიკა. პროგნოზი. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის ეთერში.